დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი არის ზაზან ანობაშვილი, ანჩისხატის მომლოცველთა გუნდის ხელმძღვანელი. თემას მინდა კიდევ ერთხელ შევეხო და განსაკუთრებით შევეხო ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით დღესდღეობით აი ამ როგორც მამები აღნიშნავენ ქრისტეს გამცემ დუმილს. კიდევ გეუბნებით აი დანიელ წინასწარმეტყველის და იგივე ვთქვათ მაგალითად თანამედროვეობაშიც რო გადმოვიტანოთ კიდაც ათონის მამების კიდევ 10-ჯერ და 10-ჯერ გავიმეორებთ და კიდაც ყველა ამ სინოდის გადაწყვეტილებები რომლებიც მას წინააღმდეგნი გამოვიდნენ და აბსოლუტურად ყველგან კანონ პროექტი გააჩერეს და რამოდენიმე ქვეყანაში მოლდოვეთში და უკრაინაში მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ამ აიდის საბუთების ნებაყოფლობით აღება არ არის არავითარ იძულებაზე ლაპარაკი ჯერ ძირი რაზე დგას ჩვენთან იძულებაზე ყველა იძულება საფრთხო განგებულებით ეშმაკისგან არის და კონსტიტუციურად დანაშაულია. არ შეიძლება ადამიანი დღევანდელი დემოკრატიული პრინციპითაც რამეზე აიძულოს. აი ევროკავშირსაც კიდევ მინდა მსმენელს უთხრა და შევახსენე რომ ევროკავშირში არის სპეციალური კანონი, სადაც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება ნებისმიერ საბუთზე რელიგიური ნიშნით უარის თქმისა. ნებისმიერ მოქალაქეს და საქართველოში ეუნება ამდენი ათასობით ხელმოწერებს ვიდიხარ ვითომ არის ეს ყველაფერი იმიტომ რომ თუმცა ეს ალბათ გამოწვეულია იმით რომ ძველ პირადობებს აქვს თავის მოქმედების ვადა ჯერ კიდევ ეს ძალიან მათქო არა თქვენ ხომ არ ფიქრობთ რომ ეს პროტესტი გამძაფრდება როდესაც ეს ვადაც ამოიწურება ეს ვადაც ამოიწურება მასე ძალიან ესეთი წყალწაღებული ხავს რო ეკიდება ესეთი დაახლოებით მაგალითია იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით და ნუ გვავიწყდება რომ 6 თვის წინ ბორჯღალოს ვადიანი პასპორტები ისე გვაგვიუქმეს თვალწინ რომ საერთოდ არც არავინ შედავებია და არც არავინ შერცხვენია. ჯერ ერთი ადამიანს ამაში თანხა გადახდილი, ხო? და მან გადაიხადა თანხა იმის გამო რომ 10 წელიწადი უნდა ჰქონდეს. შენ რომ ამას ასე ვთქვათ, ესე უჭრი პირდაპირ და მეორე შემოგაქვს თანხიანი, ეს მეორე კუთხით ჩვენ უბრალოდ ეხა ეკლესიური კუთხით უდგებით ხოლმე და ხოლმე თორე ეს მეორე კუთხით ჩვეულებრივი ფულის გაკეთება. გარდა ამისა თვითონ ის რომ აიდი ბარათებზე განსაკუთრებული ყურადღება მიდის თელ სოფლიოში და ოღონდ ვინმეს ააღებინონ და სოფლიო ამ გლობალისტებმა ოღონდ ვინმეზე ეს ექსპერიმენტი ჩაატარა ეს ფაქტი არის თუნდაც ტელევიზიას უყურეთ გავსებული არის რეკლამებით შაბათ-კვირაც კი დაუთმეს ყველაფერი აბსოლუტურად და ერთ ხმას არ ამოიღებენ აქ ლაპარაკი თქვენ ეხლა რასაც მეუბნებით აქ არის საუბარი რაზე აქ არის საუბარი ბარბაროსული იმას მეკითხებით თქვენ რომ ბარბაროსული კანონი მოქმედებს დაუწერეთ ჩვენთან თუ არ ახარ ასე ვთქვათ დიდი ძალა თქვენ მაგას მეუბნებით ხო რომლითაც დაამარცხეთ მთავრობას აი ამ შემთხვევის გარდა ასე ვთქვათ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული შენი უფლებები ის რომ ვთქვათ 15000 ხარ 30000 ხარ ან 100000 ხარ ან სამღვდელოებად ხარ ან ეკლესია ხარ ან რაღაცა ეს მათთვის ასე ვთქვათ თქვენ სწორედ აღნიშნეთ რომ ეს მათთვის ძალა არ არის ასე ვთქვათ მათთვის გასათვალისწინებელი არ არის ადამიანური მომენტები ესე იგი არ არის და ერთადერთი კიდევ გვაქვს იმედი იმისი რომ კიდევ კეთილი ნების და ადამიანების მოქცევის და კიდევ ბოლომდე ჩახედვის რომ შეიძლება და ჩვენი ასე ვთქვათ პატრიარქის და ეპისკოპატების რომ ისინი არ მიატოვებენ ხალხს თუნდაც იმ კუთხით რომ მე ვითხოვ ნებაყოფლობითობას. კიდაც მე მინდა მივმართო იმ მღვდელმთავრებს ვთქვათ ვინც და იმ სასულიერო პირებს რომლებიც ვთქვათ მაგალითად არ ფიქრობენ ესე. სიტყვაზე აი საბერძნეთში რა მოხდა იცით ყველაზე კარგი მაგალითი რომ ახალ მოწესეებმა ძველმა მოწესეებმაც ის ვინც თვლიდა რომ ეს იყო შიგნით 3-6-იანი ვინც არ თვლიდა რომ იყო 3-6-იანი ის ვინც თვლიდა რომ ეს იყო ტოტალური დაკვირვების საშუალება ის ვინც არ თვლიდა რომ ტოტალური დაკვირვების საშუალება იყო ნებაყოფლობითობაზე ყველა ერთად დადგა იმიტომ რომ ნებაყოფლობით ყველასნაირი კამათი ისპობა ხო გინდა აიღე შენ ეს ბატონო სასულიერო პირი ხარ თუ მრევლი ხარ რომელიც ბრძანდები და გინდა აიღე მეორენაირი ხო აი ის რომ მე მიყვეს მაგალითად ის სასულიერო პირი როცა აცხადებს რომ იცი რა ამაში საშიში არაფერია და ამიტომ უნდა იყოს იძულება იქ უკვე 90% და ცოტა მეტიც ეჭვიჭდება რომ ის სახელმწიფოს დავალებას ასრულებს პირდაპირ და მე შემთხვევით არ მითხრეს რომ დღესდღეობით დაიწყებენო სასულიერო პირები სახელმწიფოს იმ ალბათ 20 იყო თუ 17 თუ 15 ეკმერთმა განსაჭოს იმ ეპისკოპოსის ნაირები და მათი ასე ვთქვათ გაზრდილი სულიერი შვილები რომელიც სახელმწიფოს უკმევდნენ წლების განმავლობაში ისინი დაიწყებენ სწორედ ასე ვთქვათ რომ ეს საშიში არ არის და აქ ასე ვთქვათ არაფერი არ არის ისეთი და აიღეთ და ახლა ისე აიძახიან 5000 10000 მე გეტყვით ამ 10000 რისი იმედია ზეწოლები მიდის უკვე სამსახურებში ჯარში პოლიციაში თუ არ აიღებ გეუბნებიან მე შენ პრობლემას შეგვიქმნი აქ ჩვენ უკვე უნდა გადავიყვანოთ ელექტროსისტემაზე შენ ელექტროსისტემაზე რო გადავიყვან და შენ ესაბუთი არ გექნება ჩვენი სამსახურისთვის უკვე შენი ყოფნა პრობლემა უკვე სათუოა ანუ ესე იგი ეს უკვე არის ძალადობა ეს არის ადმინისტრაციული ძალადობა ჩვეულებრივი კლასიკური ადმინისტრაციული ძალადობა მე გამოდის ვაშაძე უტიფრად ჩვენი მაღალჩინოსანი იუსტიციის სამინისტროსი და
უტიფრად უცხადებს ხალხს, რომ ეს არის ნებაყოფლობითობაო, კაცო, ნებაყოფლობით არისო, ვინ ვის უთყავს თავში, თუ გინდა აიღეო და თუ გინდა ნუ აიღებ. ესე იგი, რას გეუბნება დაახლოებით, იცი? თუ გინდა აიღე ეს საფუძვი. თუ არა და წადი შენი სახლი დაუთმე ჩინელებს, აგერ სულ აღრეც ხვაზე მყავს თითო სახლი თბილისში, როდის უნდა გაანთავისუფლო შენერმა მართლა. გისმენთ? ესეთ ჩემი გულის ტკივილი რაშია. ახლობელმა ვინ ჰქონდა და უნდა გაეფორმებინა. ხო და ეხლა უთხრეს რომ ახალი პასპორტი უნდა აიღოთო რომ რაფია ზოში ხო ვეღარ ჩაწერენ და იგინდა არ გინდა ძალავნებურად უნდა აიღოს ახალი პასპორტი. იქვე გადამიღეს სურათიო არც კითხესო და რა ვიცი ძალიან გულსაჭიროა. კიდე მაინტერესებს პატარა ეხლა ბავშვები რო უკვე ტოვანები გახდებიან იმათმა რა უნდა ხნან? ანუ პასპორტის აღებისას მე მინდა ყველას მოუწოდო აბსოლუტურად რა. მთელ საქართველოს მინდა მოუწოდო აქედან რა ხმაც გასწდება აი ამ ობიექტივის ასე ვთქვათ ჩვენი ამ პატარა მიკროფონიდან. ბავშვებსაც და ყველას რომ ნურავინ ნუ აიღებთ ამ აიდის საბუთებს. ეს არის პირველი ხაფანგი. თუ ადამიანები გააბეს ამ ხაფანგში, მე ეს არის კლასიკური იძულება და მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ რომ ჩვენ არა ვართ საექსპერიმენტო ქვეყანა. ჩვენ გვიყურებენ როგორც მდაბიო საექსპერიმენტო ქვეყანას. საიდანაც არ მოხდებოდა წინააღმდგომა, ეგრე ქონდათ გათვლილი და ამიტომაც ჩაატარეს ექსპერიმენტი, იმიტომ რომ ამ ქვეყანიდან არ იქნებოდა წინააღმდეგობა. ესეთ ასე ვთქვათ ყველაზე უძლურ ქვეყანად გვიცნობენ დღესდღეობით და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რომ ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, სადაც ასე ვთქვათ გაგვაჩნია ჩვენი ასე ვთქვათ ღირსება, ჩვენი თავისუფლების მოყარეები ვიყავით ოდითგანვე. სირცხულია რომ საქართველოში ამაზე საერთოდ ახსნა გვჭირდება რომ ვერც გავაგებინეთ დღესდღეობით ხალხმა რომელმაც ნამდვილი თავისუფლება მოვითხოვეთ 90 წელს, ხალხმა რომელმაც 97 წელს ეკუმენიზმიდან გამოვედით, დღეს მთელ მსოფლიოს უკვისო როგორ დაგვამონას ისე 5 და 6 და 7 წელიწადში რომ და 10 წელიწადში გინდათ რომ ქართველი კაცი დღესდღეობით ასე ვთქვათ აი ესეთი დაკნინებულ მდგომარეობაშია რომ ელემენტარულად ვეღარ მიხვედრილა რომ რა არის კონტროლ-ბარათი და რა არის პროგრესი. ის რომ ეხა დღეს რაღაც ID ბარათების რეკლამას აკეთებენ რომ იქ ჩართავდა მე უცბად გაფრინდები და მე უცბად საში აღმოჩნდები და მე სადღაც კიდე გაუხო გვერდზე მარჯვნივ ხო პარაშუტით. ერთი იმ ხალხს შეეკითხონ იმ ID ბარათებზე ზედა თანხა რამდენია აქვთ ერთი იქ შიგნით რა თანხა აქვთ ერთი მარტო ის კონტროლისთვისო დაუწეს ესეთი შიგნით თუ აქვთ იმათ საკმარისი თანხა რომ იქან გაფრინდნენ ათვიფრინდების ბილეთები დაჯავშნონ ასე ვთქვათ მიუტანონ მოუტანონ ეს რეკლამირებებს რო აკეთებენ. ერთი შეეკითხონ ამ ხალხს ერთი დაიარონ ერთი მიკროფონი ჩამოხლეს სოფელ-სოფელში უძის ხალხს კაცო რა რისი პროგრესის და რისი ასე ვთქვათ იმით ატყუებენ რომ თქოს ეს ID ბარათების ვისაც არ გინდათ და არ გსურთ აი სწორედ მათ გადაეცით ხებსაც რომ 25-ში მეტეხის ხიდზე 2 საათზე 25 სექტემბერს აი რა დრო არის კიდევ წინ არის ძალიან დიდი დრო ვიკრიბებით ამ თემებთან დაკავშირებით მოვიდეთ ყველა და გამოვხატოთ და ვაჩვენოთ ჩვენი რაოდენობა და ჩვენი ასე ვთქვათ ის ხელმოწერები ჩვენი იქ ყოფნით გავამტკიცოთ მარტო ხელმოწერა არ შედის რომ ჩვენ არ გვინდა ნამდვილად აი ეს ID ბარათები